საქართველოს ვარსკვლავს წარმოგიდგენთ ბილაინი. ბილაინი, გადმოდინათ მხარეზე. ქუჩაში ერთხელ ისმინება ძალიან ბიუად, მაგრამ არის რთული შესასრულებელი სიმღერა. ნინო შემთხვევაში მან საერთოდ შემოატრიალა დამოკიდებულება და ეს კიდევ უფრო საინტერესო გამოჩნდა. ცალკია ქუჩაში ერთხელ ჩაერთე. ხო? სიჩქარე მოიგე. იმიტომ რომ რო არ დაიმართლოს სიმღერა. მე დიდი ინტერესით ველოდები ამ დღესასწაულს, ვინაიდან სულ სხვა ჟანრში უნდა მოვისმინო მე ეს სიმღერა. ნინა სუბლატი! ქუჩაში ერთხელ ნაცნობმა ქარმა მე მომიტანა სუნელი თმების ის იყო შენი ასე ნაცნობი ისევ და ისევ მივდივარ სადღაც ნაცნობი ქარი მასილებს მხოლოდ ისევ და ისევ მე ვფიქრობ შენზე და შენი თმების ოკეანეზე ნუ თუ სადღაც არის შენი ლურჯი თვალები არაფერს დავიშურებდი ერთხელ რომ მათ შევხედავდი
ძალიან ცნობილი სიმღერაა ესეც და ძალიან მაგრად შეასრულა ნინამ. დავიწყოთ შეფასება მიშასგან. ოკეი. ნინა ძალიან მაგარი იყო. ძალიან განსხვავებული იყო. ძალიან რთულია ნინოს სიმღერის განსხვავებულად შესრულება, მაგრამ ეს იყო განსხვავებული, იყო შენებული და იყო ძალიან მაგარი და ხედავთ იმისა, რომ მე ზუსტად ვიცი, რომ სიმღერა, სადაც მღერიან ლურჯ თვალებზე და თმების ოკეანეზე შეუძლებელია მე მეძღვნებოდეს. მე მინდა მოგიძღვნა შენ ერთი სიმღერა, რომელიც ხუთში ოფენიარზე ჩამოვა ერთი ძალიან მაგარი ჯგუფია. The Subways ქვია და ის შეასრულებს აუცილებლად ამ სიმღერას Be My Rock and Roll Queen იქნება და აი ეს სიმღერა შენ გეძღვნება ჩემგან ხუთში იცოდე, იმიტომ რომ შენ ნამდვილი rock and roll-ის დედოფალი. დედოფლობა არ აქცდა მოკლედ ნინა. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო ზაზა, თუ შეიძლება? ნინა, მე მგონი იმდენად გულწრფელი და ემოციური შესრულება იყო, აი მე ესეთი განცდა მქონდა თითქოს არ უყურებ სერიალებს, მაგრამ თითქოს 150 სერიანი ბრაზილიური დრამა სერიალი ჩაატიეს ამ წუთში. და მინდა გითხრა, რომ დღეს შენ კიდევ ერთხელ სრულიად განსხვავებული უფრო ლირიკული სიმღერით წარდგე ჩვენ წინაშე და ნაღვლიანი სიყვარულის ისტორია ძალიან გულით და სულით მოგვიყევი და რა მინდა გითხრა ნინა, რომ ტურიდან ტურამდე შენ სულ უფრო და უფრო სერიოზულ განაცხადს აკეთებ და უკვე ისეთ საფეხურზე ახვედი, რომ მე ვფიქრობ ამიერიდან უფრო და უფრო ხშირად მოგვიწევს შენი ხმის მოსმენა ტელემიმღებებიდან და რადიო მიმღებებიდან. და თუ ესე გააგრძელებ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული ტირაჟებით შეძლებს შენი CD ალბომების გაკიდვა, შენი საკუთარი ალბომებით. ძალიან კარგი იყო. მადლობა, ნინო ქათამაძეს უსმენთ. მართლა განსხვავებული ვერსია იყო, იმდენად რომ დღეს ვეუბნებოდი, რომ რაღაც ვერსია გამოვიყენე გუშინ და გუშინ წინ ჩემს კონცერტზე. ისე ლამაზად და ისე ჰარმონიულად ვღეროდა კონკრეტულ ფრაზებს. არაჩვეულებრივი სიმღერა ვაჟა ტულუშის, რომელიც დაწერა არ ვიცი, მე იმაზე მეტი დაბნეული ვარ, ვიდრე შემიძლია ვიყო. მართლა ძალიან დიდი მადლობა. ჩემთვის თავარია, რომ ეს სიყვარული, რაც აქამდე მოვიდა, რო გრძელდება. ეს არის მთავარი და რო გახდა შენი ნაწილი, შენივე ფორმით, შენივე მოძიებული და შენივე სიყვარული ჩადებული. ძალიან დიდი მადლობა. ეს მე სიცოცხლეს მატებს. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ჟიურის მეკი მოუწოდებ მაყურებელს. ჩვენ დღეს საუკეთესო ხუთეულს ვირჩევთ. თუ თქვენ არ აქტიურებთ და არ დაურეკავთ ნინას მის ნომერზე, შემდეგ ძალიან გვიან იქნება ის ვერ აღმოჩნდება ტოპ 5-ში და ვერ ნახავთ მას აქ ამ სცენაზე მომავალ ორშაბათს. ის დღეს დატოვებს პროექტს. ამიტომ სრული მობილიზაცია გამოაცხადეთ, გააქტიურდით და ნინას დაურეკეთ ნომერზე 09 3 700 008. ძალიან დიდი მადლობა.